კორეის 9 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება 2009 წელს საქართველოს საგზაო ინფრასტრუქტურაში გაცილებით მეტი ფული ჩაიდო, ვიდრე ბოლო 9 წელს განმავლობაში ერთად აღებული. 10 დეკემბერი დღეიდან საქართველოში ოფიციალურად გამოცხადდა მეგზავეთა დღესმშენებლები რედისონის საზეიმო ღონისძიებაზე შეიკრიბნენ, სადაც საუკეთესო სპეციალისტები 4 ნომინაციაში გამოავლინეს. პროფესიული დღესასწაულის მიუხედავად დღეს ყველა მეგზავე ჩვეულ რეჟიმში მუშაობდა. კოლეგებთან ერთად გელა გიგაური ახალ გზებს უკვე რამდენიმე თვე აშენებს. იგოვეთის ტრასაზე, რომელიც უახლესი ტექნოლოგიით და ევროპული ტექნიკით შენდება, უმეტესი ნაწილი ადგილობრივი მოსახლეობიდან არის დასაქმებული. კაი საქმეს ვაკეთებთ, იმიტომ სასიარულო ადვილი იქნება შოპურებისთვის გაადვილდება მგზავრობა, მოძრაობა, ყველაფერი და სასიამოვნოა, მაგრამ მაშინ იყო რა იყო გაიბიდი ხალხი ამ ხაშ ჩაარტყავდი ხანბაქა სადაც ჩამოვარდებოდა ხშირი ავარიებიც იყო და დაფასდება უკვე საზღერდოსაც დალევენ ჩვენსაც და ვისაც გზა გააკეთა და ყველაფერს უკეთესი იყო. ახალი გაფართოებული გზა ორმაგად ამოკლებს გადაადგილების დროს და ნაკლებს საწვავს საჭიროებს. მოძრაობის უსაფრთხოების მიზნით ბეტონის ტრასა თვეში რამდენჯერმე მოწმდება. გარდა იმისა, რომ აქეთ იგება გზა, დრო და დრო მოწმდება ამ გზის ხარისხი, სიმაღლის მნიშვნელები და არის თუ არა სანამ დაზიანება. ჩვეულებრივი სიჩქარე დავდივარ 100-ით და თბილისიდან გორამდე ჩამოვდივარ დაახლოებით 25 წუთში. და შესაბამისად არის ძალიან კომფორტული და რაც ყველაზე მთავარია უსაფრთხო. იგოვეთის ტრასა მხოლოდ ერთ-ერთი მონაკვეთია იმ გზებიდან, რომელიც 2009 წელს დაიგო. წელს საქართველოს გზების 1/7 შეკეთდა. საგზაო ინფრასტრუქტურაში ერთ წელიწადში 600 მილიონი დაიხარჯა. სტატისტიკის მიხედვით ეს ციფრი ბოლო 9 წლის განმავლობაში დახარჯულ თანხებზე რამდენიმე ათეული მილიონით მეტია. ეს ყველაზე წარმატებული წელი იყო. რეაბილიტაცია მოახდინა 108 ხიდის, 10 სუნთლად ახალი ხიდი ავაშენეთ და ყველაზე მთავარი გამოწვევა თავისთავად ეს იყო გზა გორამდე, რომელიც ჩვენ ნოემბრისთვის დავასრულეთ წარმატებით. საგზაო ინფრასტრუქტურაში 25,000-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული. აგვისტოს ომისა და მსოფლიო კრიზისის მიუხედავად, ერთ წელიწადში ქვეყნის სტრატეგიული მაგისტრალების თითქმის ნახევარი გამართულია. დასავლეთის მიმართულებით ჩქაროსნული ტრასები უკვე დასრულებულია. მომავალი წლიდან ევროპული სტანდარტების გზები აღმოსავლეთის მიმართულებითაც დასრულდება. გლობალიზაციაც რო ხდება, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ნებისმიერი ინფრასტრუქტურა, განსაკუთრებით საგზაო ინფრასტრუქტურა. რეალურად კონკურენტულ გარემოში გვიწევს ყოფნა. ამ კონკურენტულ გარემოში იმისაც გამარჯვებული ვიყო და ჯერჯერობით ვარ გამარჯვებული. აი ეს სამუშაოები, რომელსაც ჩვენ ვატარებთ, უნდა გაგრძელდეს მომავალში. ამითი ეწევა ქვეყანას მაღლა პრესტიჟი. რეგიონულ კონტექსტში ყველას ძალიან კარგად მოგახსენება რას ნიშნავს ეს. ნიშნავს სულიად ახალი ბიზნეს მიცემას ეკონომიკური განვითარებისა ამა თუ იმ რეგიონისათვის და ეკონომიკასთან ერთად არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს ძალიან მნიშვნელოვანი სოციალური ფუნქცია, რომელიც გააჩნია ჩვენ საქმიანობას. ეს არის ათასობით დასაქმებული ადამიანის საგზაო სექტორში. საგზაო დეპარტამენტი მესტიამდე ახალი გზის გაგრძელებას, აჭარის შემოვლითი გზებისა და სოფლებს შორის დამაკავშირებელი ბეტონის გზების დასრულებას გეგმავს. სწორედ ამ პროექტებში მონაწილეობისთვის დღეს მეგზავეები და სამშენებლო კომპანიები საგანგებო პრიზებით დაჯილდოვდნენ. დღეიდან 10 დეკემბერი საქართველოში მეგზავის დღე აღინიშნება.